ელემენტარულია ჩემთვის. თუ ხდება უსამართლობა, თუ ხდება ძალმომრეობა, ძალადობა, თუ შენს ქვეყანაში განუკითხაობა, არ შეიძლება შენ გულხელდაკრეფილი იყო და საკუთარ სამზარეულოში შეიხურო და მე არ მეხება, ჩემი საქმე არ არის და სინდისი არ მაძლევს უფლებას რომ ვიყო ცალკე ჩუმად მდუმარეთ. მე მგონია რომ ყოველმა ადამიანმა გულში უნდა ჩაიხედოს. სინდისი არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თან ქრისტიანია, ის კი არა უბრალოდ ქრისტიანია და ქრისტიანულ ფასეულობებს იცავს და ქრისტიანულად ცხოვრობს, რომ იყოს გულგრილი და აბსოლუტურად არ აინტერესებდეს მოყვასი. ქრისტიანობა რა არის ბოლოს და ბოლოს? ცხოვრება სხვისთვის. ეს სხვა არის ღმერთი და მოყვასი. მოყვასი ვინ არის? ადამიანი, რომელიც შენ გვერდით არის. და თუ იმ ადამიანს სხვა ვიღაც ჩაგრავს, თუ უბრალოდ ისეთ რაღაცას უკეთებს, რაც არ ჯდება არანაირ ეთნიკურ კოდექსში და არანაირ კანონიერებაში და საერთოდ არის აღამართლებელი, შენ უნდა აღსფოთდე. გული რისთვისა გაქვს? თვითონ სიტყვა სინდისი არის ბერძნული სიტყვა სინეიდოს, თანაცოდნას ნიშნავს. ეს არის ეთიკური რეფლექსია, როცა ადამიანმა იცის თვითონ როგორ იქცევა, შეფასებას აძლევს. სინდისის ხმა არის მსაჯული, რომელიც შენს გულშია, შენს გონებაშია და გეუბნება შენ სწორად მოიქეცი თუ არა. ხო და ეს არის რეალობა. ისე როგორც ზნეობის ოქროს წესია რეალობა, ხო? მთელი ზნეობა ეწევა აი ერთ ფრაზაში, მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ გეკცეოდნენ, ან ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთო. ნუ ამათ ჩვენ ვხედავთ, რომ არ ღვევთ სახელმწიფო ხელისუფალი და მისი დაქირავებული ტონტონ მაკუტები, ციტურქები, პოლიციელები. ეს არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, მიღებული, თუ შენ არ აპროტესტებ, ეს კი შენ ეთანხმები, შენ ხარ თანამონაწილე ამ ყველაფრის. მე გამოვდივარ და გამოვალ სანამ ფიზიკურად მექნება ამის საშუალება. უკვე ხანში ვარ, 67 წლისა ვარ, ბევრი რაღაც გადავიტანე, თავის ინსულტებიან, შუნტირებიან, მაგრამ სანამ აი მექნება ძალა ყოველთვის გამოვა, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა იღუპება. ეს კატასტროფა უკვე მომხდარია. კიდევ უფრო და ღრმად ეშვება ეს ჩვენი გემი ფსკერზე და მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ანათესაობაში, სამეზობლოში ყველამ ერთმანეთს უთხრათ, რომ თუმად ყოფნა არ შეიძლება და გამოვიდეთ და კიდე ერთსაც დავამატებ და ამი დავახტავ, ბევრს ლაპარაკობ მაგას. არა, რა სამზუხარია. ხო და იცით რა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თქვენ და ალბათ უფრო ადრე საერთოდ წელსვე პუტინი გაქრება. მოხდება ისეთი რაღაცები, რაც ამ წუთში ვერავის ვერ წარმოუდგენია, მაგრამ ასევე ვერავის ვერ წარმოუდგენია საბჭოთა კავშირის დაშლა. და უცებ მოხდა თითქოს, ამ დროს ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. რეალურად ჩვენ ეს მომენტი უნდა რამენაირად მოვიხელთოთ თუ ვიხელთოთ, გამოვიყენოთ, იმიტომ რომ როდესაც კრემლი როგორც მფარველი ჩვენს რეჟიმს ბატონ ბორინკას აღარ ეყოლება ეს მფარველი. რეალურად ჩნდება რაღაცა ფანჯარა შესაძლებლობების და მაშინ უნდა გამოვიდეს მთელი მოსახლეობა, როგორც თავის დროზე 200,000 გამოსულა, 300,000-იც კი, ნუ ყოველ შემთხვევაში უამრავი ადამიანი. ეხლა საერთოდ ყველა უნდა გამოვიდეს და შევცვალოთ ეს რეჟიმი, თუ ეს რეჟიმი არის რუსეთის მიერ აქ გამოგზავნილი და ჩანერგილი. ის ფული, რომელიც ბატონ ბორინკას რუსებმა გამოატანეს, FSB-მ თუ KGB-მ გამოატანა, რომელიც იქ იშოვა,
ეს ფული ხო ნამდვილში მას არ ეკუთვნის. მას რუსებმა მისცეს უფლება, რომ ამ ფულით საქართველოს ეყიდა და მიერთმია ლანგარზე პუტინისთვის. რაც წარმატებით განახორციელა კიდევ ჩვენ და საუბედრო და სამარცხვინოდ, იმიტომ საქართველოს გაიყიდა და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ არათუ დაშინებით, არამედ სიხარბის გამო ჩვენ ვართ ამ დღეში. და ეს ჩვენი ბორენკა ხო რუსეთის და კრემლის მოყვარული კი არ არის. უბრალოდ იმ ფულს ეთაყვანება იმ მამონას, რომლისთვისაც ცხოვრობს და მისი ცხოვრების საზრისი და მიზანია რაც შეიძლება მეტი ფული კონდეს. კიდევაც თქვა ეგ, არ დაუმალავთ, რომ მე ჩემი ფული მაინტერესებსო. ხო და რეალურად ჩვენ უნდა დავდგეთ ამაზე მაღლა. ჩვენ თორე თუ ჩვენ ახალ თაობას ჩვენ თვითონ არ ვაჩვენებთ მაგალითს არ ვეგუებით აი ამ უბედურებას საქართველოს მომავალი არ ექნება.